გამარჯობა. Ამ კარანტინის დროს დაუბრუნდი კულინარიას. ეხლა უფრო მეტი დრო გვაქვს სამზარეულოში საფუსფუსოდ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ გემრიელი რეცეპტი იაპონური ტკბილი პურის, იგივე ბლინების დორაი ჯაკის, რომელიც ჩემი შვილის ფავორიტის სასუსნაოა. ძალიან ადვილი რეცეპტია და მარტივად მოსამზადებელი. გვჭირდება ჯამი, 2 ცალი კვერცხი, თაფლი თუ იქნება ნატურალური, რა თქმა უნდა, უმჯობესია. შაქარი, ცოტა წყალი, ვანილი, გასაფხვიერებელი, ვინც ესპანეთში ხართ, ეს არის levadura en polvo ან levadura química და პურის ფქვილი. ავთქვიფოთ 2 კვერცხი კარგად, ისე რომ ოდნავ გათეთრდეს, თუ გექნებათ ელექტრომიქსერი უკეთესია და გამოიყენეთ დაახლოებით 3 წუთი. დავამატოთ 50 გრამის შაქარი, ერთი სუფრის კოზი თაფლი. ნახევარი სუფრის კოზი გამოფხვიერებელი, თუ არ გექნებათ გამოფხვიერებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახევარი ჩაის კოზის სოდა. 1 ცალი ვანილი, 100 მლ წყალი. და 100 გრამი პურის ფქვილი. ეს ყველაფერი თვალის ზომითაც შეგიძლიათ გააკეთოთ შაქარი გემოვნებით და ასე შემდეგ. მთავარია რომ მასა აკონტროლოთ, მიღებული, რათა არ გამოგივიდეთ არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი, უნდა იყოს საშუალო სისქის. მნიშვნელოვანია რომ 30 წუთის განმავლობაში დავასვენოთ და უმჯობესია თუ შედებთ მაცივარში. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ და გადავიტანოთ გახურებულ ტაფაზე. გამოვიყენოთ ცხიმი, მაგრამ ვინაიდან ბევრი არ არის საჭირო, შეგიძლიათ შემდეგ გამოაშროთ ქაღალდის ხელსახოცით. როდესაც ზედა მხარეს დაინახავთ ბუშტებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ამოატრიალოთ. იაპონელები სხვა შორის შიგთავსად იყენებენ გატარებულ ტკბილ წითელ ლობიოს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ შოკოლადს და დაჭრილ ბანანს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის მიხედვით, რაც გინდათ ის გამოიყენოთ შიგთავსად. შოკოლადი, თაფლი თუ ასე შემდეგ. და საუცხო გემო აქვს. გემრიელად მიირთვით, აუცილებლად გააკეთეთ და დამიწერეთ, შემდეგ ან მომწერეთ Facebook-ზე ან კომენტარებში თუ მოგეწონათ. ეხლა კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.